გამარჯობათ მეგობრებო, 4 საათი შესულა, დღის 4 საათი წამები გადარჩა. ერთი წუთი პრაქტიკულად დავედოთ კიდე შემოსვლელებს. როგორც გითხარით, შემოგთავაზებთ სენსაციურ და სასწავლო ინფორმაციებს, რომელიც ჰაერებით საჭიროა და აუცილებელია დღეს ქართველობისათვის და ბოლოს გავაკეთებ კიდევ შესაბამის განცხადებას. ნახოთ შემოსვლელები რამდენია. ჩვიდმეტი, 18 ადამიანი, სად ხართ მეტი? 19, ჰამდენ უნდა შემოდიან. კარგი, წამები გადარჩა. დავიწყოთ მეგობრებო, არ ვიცი რამდენ დროს მოითხოვს ეს ამ ინფორმაციის გადაცემა თქვენდამი. ვინაიდან ხედავთ არასტანდარტულ დაფას თქვენ, ვინაიდან დაფაზე კომპიუტერზე რო ვაკეთებდი, მაშინ მონტაჟით ხელაში ჩავსვამდი, მივჭიდი, მოჭედი და დავაყენებდი თავის ადგილას, მაგრამ ეხლა ასე მომიწევს თქვენთან ამ ინფორმაციის გადაცემა. მოკლედ მეგობრებო, მე ყოველთვის მithქვამს, რომ ის ბიბლია, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ და მე განახეთ აგრეთვე ეთიოპიის ბიბლიაში თუ რა წერია, ბევრი რამ არ წერია, ესეც ხო ნახეთ. და ქრისტეს სიტყვები და ასე შემდეგ, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, ბიბლია არის გადაწერილი და შემდეგ თავის ტყავზე მორგებული. ვის ტყავზე მორგებული? რა თქმა უნდა, ურიების ტყავზე მორგებული. ისევე როგორც ბერძნებმა მოიგეს კოლხეთის ოქროს საწმისი, წონდა, განათლება. გამიგეთ და მე თავის ჭკუაზე გადაწერეს, მე თავიანთი გმირები ჩასვეს ჩვენი გმირების მაგივრად და მთელ მსოფლიოში გამოაცხადეს, რომ ჩვენ ვართ ანტიკური ქვეყანა. დღესაც ასეა ცნობილი სხვათა შორის. მეგობრებო, მე წერტილს დავუსვამ დღეს, თუ საიდან მოიტანეს ამ ურიებმა ეს ყველაფერი და მე ბევრჯერ ამ წერტილი დასმული მათთვის, მაგალითად, მაგრამ ერთ მაგალითს მოგყვან, რომელიც მინი ვიდეოც კი გავაკეთე ამოჭერე უпростоრე ფილმიდან, რომ არც ერთ ხატს მსოფლიოში, არც ერთ ხატს, ქრისტეს ხატს, სადაც კი ნახავთ, არსად თავზე არ ახურია კიპა. და არც კოდულები აქვს, როგორც ეს ჩვევიათ ხოლმე ურიებს. მე დღეს შევეცდები, ჩემო მეგობრებო, გითხრათ ის ამბავი, რომ მე ვინაიდან 9 წლიანი ეპოქა დავამთავრე, ბრძოლა, მოღვაწეობა, შაშან 2025-ში და დღეს გადავდივართ უკვე მე-10 კლასში, ასე ვთქვათ. სიჩხორო მავითით, სწორედ ეს არის. ანუ ჩემი მოღვაწეობის დამრგვალებაც იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას დრო არ შეუწყო ხელი. ასე მოხდა. და უკაცრავად და 2026 წელი, რომ ეს არის რაღაცის დამთავრების და ახალის დასაწყისის პერიოდი. ესეც მე მგონია, გვარიანმა ხალხმა უკვე გაიგო კარგად, ხო? მეგობრებო, მე ძირითადად დღეს თქვენთან მექნება საუბარი ლაზარეს აღდგომაზე. თუ ვინ არის ლაზარე, ვინ არის ქრისტე, მათი ურთიერთობა ერთმანეთთან და რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი დღეს. მე გეტყვით ასეთ გაუნათლებლობას, რომელიც დღეს სუფევს საქართველოში. რამოდენიმე წლის უკან 90-იან წლების ბოლო იყო. ეკლესიასთან ახლოს ვიდექით და იქ ნახე მასნობები პრინციპში და ერთ-ერთი იყო მოდელი, ისიც თორდია იყო და მაგის დედა იყო მესანთრე. ჩვენ მეგობრებთან საუბრობდი და ეს ქალი კიდე რო გამოვიდა, მოусმინა ჩვენ საუბარს, ასე ვთქვათ, საუბრობდით ასე და გადავიდეთ ლაზარეს აღდგომაზე და გვისმინა ამ ქალბატონმა, გვისმინა და ვინმე შვილო შენ იოღებელი ხომ არა ხარ? გამიგეთ? იმიტომ რომ თუ ბიბლიაზე საუბრე და იქადაგე სადმე, ესე იგი შენ იოღებელი ხარ. ანუ ეკლესიის გარეთ. აი ესეთი მდაბიო განათლება გაგვაჩნია სამწუხარო და საუბრო დღეს საქართველოში საერთოდ რწმენის მიმართ და რელიგიის მიმართ და საერთოდ ყველაფერი. ეხლა მე აქ იმიტომ დავფარე ეს ყველაფერი, რომ პერიოდულად გაგიხსნათ, იმიტომ რომ მაგ ცაცაგერო დამეწერა ამ ლაივში დროს წაიღებდა ჩემოგარგებო და დავიწყოთ ეხლა საუბარი ბიბლიიდან იოანეს სახარებიდან, რომელიც აპოკალიფსური პერიოდი არის იქ მოცემული ყველაზე ძირითადი. და ეხლა მე კიდე რატომ მინდა თუ არ გჯერათ თუ გადაწერილია და თუ მორგებული და ასე შემდეგ რატო
შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ბუნებრივიც არის, რომ რატო ივცენია მაშინ ბიბლიიდან ციტატებს და საერთოდ რაღაც მომენტებს. გეტყვით ახლა და ამასაც დაგიმტკიცეთ მე სულ ბოლოში. ვისაც წაართვეს, ეს ასე ხდებოდა მსოფლიოში, ვისაც წაართვეს, ის ვინც იყო დამპყრობელი, ის რა თქმა უნდა, ის აიყვანდა იქაუთ მწერლებს, დაპყრობილის მწერლებს, მეცნიერებს, განათლებულებს, ქურუმებს, ხო? და დასვანდა და ეთყოდნენ. აბა მიდი ახლა და შენ გადმოგიწერე ახლა, იმიტომ რომ მე არ ვიცი იქ რა გიწერია შენ. გამიგეთ? გესმით რას გეუბნებით? და გადაუწერეს, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობით არ იყო, ხო? ეს იყო ძალდატანები. გადაუწერეს, მაგრამ მან აი მათმა ისე გადაუწერეს, რომ იქ ჩატოვეს ძირითადი ნაწილები. იმიტომ რომ ურიები მაგას მაინც ვერ გაიგებდნენ. მე თვითონ თავის თავზე მოიგეს, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდია და ის თალმუდი, რომელიც დღეს ითაც სწავლობენ ურიები და ასწავლიან თავიანთ საომავლობას, რომელიც ქრისტესა და ქრისტიანობის მიმართ არის გამშვალული, არის ცოცხლამკვდარს, მკვდარიც რო იყოს, იქაც დააყრიან ქვებს ალბათ. ისე ზრდიან ისინი შთამომავლობენ და ისეთ რაღაცები უწევდიან დიდ თალმუდში. ამას მე ბოლოს დაგიმტკიცებ. მოკლედ, მეგობრებო, დავიწყოთ ჩვენ იოანეს სახარებით და ხო, სხვათა შორის აქ წერია სახარება, დავაწერე სპეციალურად, რატო? ჩვენ სახარება გონია, სახარება და მორჩა რაღაც წიგნის სათაური. არა ბატონო. აგერ არის განმარტება. ხარება. აბა ნახოთ ხა რისი ხარება მინდა მე თქვენთვის. ვფიქრობ რომ დატევის მიზნით ცოტა წვრილად დავწერე მგონია, მაგრამ მე მგონი კარგად ჩანს ყველაფერი, ხო? იოანეს სახარება თავით 11. მეოთხე მუხლი. ეს ნეულობა სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. ეს მე რამდენჯერ მithქვამს ლექციებში, საძაროებში, ფილმებში და ასე შემდეგ. რაზეა საუბარი? ეს არის ქრისტეს მოსვლა ლაზარესთან და მისი აღდგინება. და ამას იყო მე ალიკო ცინცაძესაც რომ ვუთხარი და ბევრ მეცნიერს კიდე, მაგრამ ალიკო ცინცაძე დღეს მისცეს, რა ქვია, მაბარდიე ციტუს პრასვეტი, ძალიან დიდი. გამიგეთ? და რატომ გადიხართ მე ვუთხარი ამას, რომელიც შავი თეთრზე წერია ხალხო? ეს ნეულება სასიკვდილო კი არ არის, მაგრამ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერო. ღმერთის ძე მის მიერ, ანუ აიმითო ლაზარეთი უნდა აღდგინდესო, თავად ქრისტე კიდე. ეს არის ყველაზე აუცილებელი მომენტი. იოანეს, არა მარტო იოანეს სახარებაში. ეს არის გასაღები, დიდი გასაღები ხალხო. ეს ბევრია გასაღებები, გამიგე და ჩვენ ვაღებთ ახლა ამას. ამ გასაღებებს, ანუ მოკლომებს, რომელიც გვეწერა რამდენიმე 1000 წელიწადი შავი თეთრზე, მაგრამ ვერ ხედავდა. მის დაინახა კიდე, ის კიდე კარაქიბით გადის. ღმერთის ძე მის მიერო. მაგრამ როდესაც მარიამი და მართა მოდიან მასთან და ეუბნებიან, რომ ვინმე უფალო ისო ლაზარე მოკვდავ. გამიგეთ? მაგრამ ნახეთ რას ამბობს ქრისტე, ეს ნეულება სასიკვდილო კი არ არისო. არამედ ეს სიკვდილი იმისათვის არისო საჭირო, რათა გადიდესო თავად ძე ღმრთისაო. ესე იგი რა არის? აუცილებელი იყო მაინც და მაინც რომ ლაზარე მომკვდარიყო, რომ ქრისტე მერე განდიდებულიყო. დააკვირდით ხარ როგორ არის? ნებისმიერი მარცვალი, თესლი, რომელსაც ჩვენ ვდგავთ მიწაში, ჩემო კარგებო. ხო? ვდგავთ მიწაში. ის არის პატარა იოტისოდენა, ხო? მაგრამ ის მიწის ქვეშ იწყება პროცესები. უნდა გაყვივდეს ჯერ, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ნახეთ როგორ არის? ის აუცილებლად უნდა მოკვდეს, ანუ გახდეს ფესვები. ანუ თესლი უნდა მოკვდეს, ის მარცვალი უნდა მოკვდეს, ხა? ეს ბუნების კანონია ასეთი. გამოიღეს ფესვებს, მაგრამ მიწის ქვემოთ ხო მიდის პროცესი, ჩემო კარგებო. მაგრამ მიწის ზემოთ ვერავინ ვერ ხედავს. ვერავინ ვერ ხედავს, მაგრამ პროცესი მიდის. მიწის ზემოთ დაინახავს ადამიანი, დღევანდელი ადამიანი, როცა მხოლოდ ენერგია მოვა. გესმით?
ამიტომ ეს სიკვდილი საჭირო იყო. ბუნების კანონია ასეთი. და ცხოვრებაშიც ასეა, ადამიანებშიც კიდე. გამიგეთ? გახსოვთ იმაში რომ თქვი რა ქვია საჯარო ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიაზე რომ თქვი 4 ადგილი გამოიცვალა, მაგრამ სანამ მოკვდებოდა და რომ მოკვდა მაინც და მაინც ღურწყაიების ოჯახში მოკვდა და ეს იყო ნიშანი იმისა რომ გაგვეხსნა ეს გასაღები კიდე ჩვენ რომ ღურ არის სიკვდილი და წყა არის პატარა თესლი მარცვალი. ის კი მოკვდა, მაგრამ გაფართოვდა მისი იდეის არეალი. გესმით რას ვამბობ? სასიკვდილო კი არ არისო. შემდეგ ვკითხულობ ჩვენ, შემდეგ უთხრა მათ. ლაზანემ ჩვენმა მეგობარმა დააკვირდით. დააკვირდით რას ამბობს? ჩვენმა მეგობარმაო. ჩვენმა მეგობარმა. ეს არ ამბობს ჩემმა მეგობარმაო. გესმით? ჩემმა ხო მრავლობიჩია. რასნის ეს ჩემმა? ჩემმა არის ანუ ისა ბოდიში ჩვენმა ჩვენმა ნიშნავს რომ აქ არის სამი რაინდი, მარგალი, სვანი და ქართელი, არა ქართველი, ქართელი. ნუ ქართული ერთადავად საერთო კრებულიც არის, ხო? ჩვენმა მეგობარმა მიიძინაო. ნახეთ? მაგრამ მივალ და გავაღვიძებო. აქ ხო გვეუბნება სასიკვდილო არ არისო. მიიძინაო. ესე იგი ძინავს, მაგრამ კიდევაც არ ძინავს. ამას ქვია ლეთარგიული ძილი. გესმით? ლეთარგიული ძილი. დღევანდელი მედიცინის ენაზე ამას კიდევ ქვია კომა. კომა, რომელიც ადამიანი მკვდარებით არის, ვერ ლაპარაკობს, ვერ აზროვნებს, უკაცრავად ჩართულია სისტემაში და ვინ იცის, როცა ექიმები საერთოდ გადაეწურებათ ყველაფრის იმედი, მაშინ ეტყვიან ჭირისუფლებს, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და აწი ღმერთის ვინ იცის ღმერთმა გადაწყვეტოს. ღმერთმა იცის როდის გაიღვიძებს. ხო? აი ესეთი პროცესია ახლა ეს. და ეს ღმერთი ამ დროს გამოჩნდება ქრისტე. შემდეგ ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს უფალო თუ მიიძინა მომჯობინდებაო. ეხლა ესენი რა თქმა უნდა მოწაფეები ვერ აზროვნებენ და არ არიან იმ დონეზე როგორც ქრისტე. გამიგეთ? და ვერ გაიგეს, მაგრამ თუ მიიძინა, მაშინ მომჯობინდება უკაც რა დიდი ამბავია ახლა ეს, ხო? მაგრამ ნახეთ. მე-14 მუხში, მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ. ლაზარე მოკვდა. აქ არ არისო სასიკვდილო გვეუბნება. ან კიდე ლაზარე მოკვდაო. ეს ის პროცესია, რომ ჯერ კიდე არ არის მისული. ლაზარემდე და რომ მივა და მე 2 დღე რო დგას, ერთ ადგილას ფეხს და გაყაყუბი წრუვე რო ჩამოდის, ეს ამის შემდეგ არის, როცა უთხრა რომ მოკვდაო. ჯერ აქ არ არისო სასიკვდილო, მაგრამ მე მოკვდაო. რატომ? იმიტომ სანამ უთხრეს ეს ამბავი და რომ გაიფიქრათ, რომ გაიხსენა ყველაფერი ვინ არის ეს ლაზარე მისთვის და რომ ჩართო ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, მაშინ მიხვდა რომ ის მკვდარი არისო. და მე აღადგენს მას. ნახოთ ახლა შემდეგი ნაწილი რისი თქმა მინდა მე. აი რა უწერია იოანე ზოსიმეს და ესე ენა იმ ძინარე არს. მე ამოვხაზავ ამას კიდე სპეციალურად. ძინარე არს. დღეს ამომდე და სახარებასა შინა ქართულს ეს ფრჩხილებში მე ჩავამატე აქ. იმიტომ რომ ეს იგულისხმებოდა მაშინ, ეს იგულისხმა ზოსმემ. აქ სპეციალურად ი არ დავწერე, შეშტომა ნუგონია ზოსმე იყო ეს სინამდვილეში და არა ზოსიმე. შინა ამასა ქართულსა ლაზარე ჰქვიანო. აქ ხო ლაზარეს აღდინებაზეა საუბარი ხალხო. აქ უკვე პირდაპირ გვეუბნებიან. მე უბრალოდ გავყავი სპეციალურად რო არ გაწვალეთ ისე და გეუბნებით. ლაზი მეგრულად ასე იქნება. ლაზი მეგრულად ას რო ზეთქეს ის ნიშნავს. აი ქართულად, დღევანდელი ქართულად რე. რე კიდე არის იგივე ქართულად. ანუ ჩვენ გითხეთ რომ ლაზი არისო აგერ ბატონო. ლაზი არის. ის ლაზური სიმღერა რომელიც მე თქვენ მოგასმენიეთ, ხო ეს სპეციალურად იყო ეს ყველაფერი. მე მეგრული კი არ მომისმენია თქვენთვის. იმიტომ ლაზური იყო ყოველის ძირი და ძირი, ძირძველი.
იქიდან აღმოჩენდით ეს 3-4 ყველა ერთ. მაპატია და გზა სიცივეა და ყას მიღიზიანებს. ლაზარე ხქვიანო. ესეც მძინარეს გვეუბნება. რა თქმა უნდა ეს უფრო ადრეა დაწერილი, მაგრამ ამან მიგვანიშნა რომ ამაზეა საუბარი. აი იმ ლაზარეზე და ბოლო-ბოლო აი ლაზარე ეს არისო, მაგრამ ვინ არის და ვის ძინავს ახლა? ვის ძინავს ახლა ნახოთ. აი ამდენჯერ გამეორებული რამოდენიმეჯერ ხო? სულ ძინავს და თუ ძინარი არის, მკვდარი არის, ზოგჯერ არ არის მკვდარიო, თუ მომაყენებელი არ არისო, ასე ისო, მაგრამ მე მაინც აღადგენს ქრისტე. და მოდით ნახოთ ახლა ვის ძინავს? ახლა ნახეთ სენსაცია. აგერ ბატონებო. სალაპარაკო ენას გეუბნებით. მარგა მოდი ამ ხაზო კარგად დაინახო ლური. ლური რას ნიშნავს ქართულად ხო ვიცით? კი. შემდეგ მოდის ასომთა ვრული. ეს გვესმის ისედაც ხო? მხედრული. და ბოლოს ქართლური. აი ხედავთ ახლა რა შეა საქმე შემოკარგებო? დავიწყეთ აქედან მოვედით აგვამთავრებთ. მაგრამ თუ ატყობთ იმას რომ ამას და ამას ერთად აღებულს ორივეს ძირის სიტყვა ნათქვამი როგორც იყო ისე მეურთება აქაც კიდე. აქაც ლურია, აქაც ლურია ეს მარგალურად. როგორც კი ქართულში გადავედით ეს შევთხზეთ ეს ახალი ანბანი, ასე ვთქვათ ქართული ანბანი, ეგრევე გადაკეთდა და ლ ჩაანაცვლა რ და გამოვიდა რული და რული. აი ეს ორი ანბანი. მაგრამ დავიწყეთ აქედან ჩაკეტა ამ ქართულმა და ამასაც რა თქმა უნდა თუ ამას ძინავს ამასაც ეძინება ხო? ლური ლური აი ძინავს ყველგან ძინავს ძინარი არისო ძინარია რომ მიიძინაო მე რატომ ამ ცოცხალიაო მაგრამ მკვდარივით არისო მე რატომ ამ დღეს ქართულს კიდე რომ საუბრობ ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას ვამყარებთ შემოკარგებო ეს ცოცხალია თითქოს იმიტომ რომ ლაპარაკობთ ამიდან რა ვქნათ ახლა ხო? მაგრამ თუ შენ ამ ინფორმაცია არ გესმის თავი და ბოლო არ გესმის შენ სახელის ვინაობა არ გესმის რას ნიშნავს ანუ სიტყვის ეტიმოლოგია არიცი გახსნა არიცი გვარი ადამიანს დაბადებიდან კი შთამომავლობიდან და გვარი რას ნიშნავს მე არ ვამბობ საიდან წარმოავლობა ეს ნაკლებად მაინტერესებს თავად რას ნიშნავს ეს არიცის სოფელი ქალაქი მდინარე დაბადებიდან ცხოვრობდა კაცი შვილმა არის რას ნიშნავს ესე იგი თუ შენ არიცი აი მეგრულად ვიცი უბირდღიდან კია ტყურად ესე ვუყურებთ კი ვამბობთ მაგრამ არსი არ ვიცი თავი და ბოლო არ გესვი შიგ თავსი კიდე არ გესვი და არ თავი და ბოლო გახსოვთ მე იმერეთზე რომ გავდიოდი ასე ვთქვათ მესტიდან თბილისიდან ფეხით რომ მივდიოდი გზაში რაც ტოპონიმი მქონდა ყველაფერი მოვედი მერე და ვიდეო გავაკეთე სადღაც 25 წუთიანი თუ რაღაცა ხო გადაირივლენ იმერელი ძმები და მირეკავდნენ საიდან ბატონო მე ამას რა ნიშნავს ესე იგი რამდენი რა ვიცი ხა ძალიან ბევრი სოფელ ქალაქები იყო რომელიც ახსენი პირდაპირ იმ ძირძველით რომელსაც ახლა მე გეუბნები მარგალური ენით ხო ანუ წინარე პროტოენით აი სად არის ძინარე და იმას რომ თუ შენ არ გესმის შენ შეიძლება მილიონჯერ თქვა ერთ და იგივე სიტყვა ხო გამოყენებ რომ გამოიყენო სალაპარაკო ცხოვრებაში მაგრამ მნიშვნელობა არ გესმის და სამ არ გესმის ის მკვდარია შენთვის გესმის და როგორც კი ის ალაპარაკებას დაიწყებს ანუ გახსნით ამ სიტყვას ის უკვე ცოცხლდება ნათდება აღდგება გესმით ეხლა კიდე უფრო აქეთ გადმოვიდეთ ეხლა ოდნავ ჰემატრიასაც მოვიხმარ ჰემატრია არის ხა ვინცაც არ იცის ეს არის ჯერ მოდი ასე ვთქვა ჯერ იყო რიცხვები ციფრები იყო საერთოდ პროიზოდი და შემდეგ შეიქმნა ასობგერები ეს ასე იყო ადამიანის განვითარების დროს და იმ ციფრებზე არის დაყრდნობილი შემდეგ ეს ასობგერები ყველა ანბანი ასე აბსოლუტურად და ჩვენი ხომ საერთოდ რა ვიცი ახლა სასწაულია ეს მ-ასო არის მე-13 მაგრამ ერთ ციფრამდე დაყვავს 4 პირველი ასოა რ არის მე-19 ასო და დამყავს ერთ ციფრამდე ანუ არის 1 გ არის მე-3 და დააკვირდით ახლა სასწაულს აი ლური სადაც არის ანუ ძილი ესეც არის 3 4 1 1 და ამას დააკვირდით
კონკრეტ აი ეს არ გამოდის აი ამ სიტყვაზე ეს ასე არ გამოვა იმიტომ რომ 6 1 1 9 იქნება და აქ გამოდის 4 1 1 3 3 4 1 1 აი ამათ ხედავთ ჩემო კარგებო ეხლა ჯამში ეს რო ყველა 9 არის მაგაზე არ ვამბობ აქ ცხრიანებზე რო გადავიდე ეხლა ერთი კვირა მომიდება გესმით აი მარგალური ეს არ არის მարգალი ანუ კონკრეტულად მეგრელზე არა მეგრული რა საუბარი მეგრული ენა რომელზედაც დაეყრდნო შემდეგ ეს ქართული ანბანი ჩემო კარგო აი თავარი ძილი აი ეს არის ეს ჩემო კარგებო ლაზარე